ხშირი შეცდომა, რის გამოც ვერ ვამარცხებ ჩფოთვას. ეს არის რწმენები. მაგალითად, მე არ უნდა ვშფოთავდე. ეს არის რწმენა, რომელიც ნიშნავს, რომ გონია შფოთვის სრულიად კონტროლი შეგვიძლია. მაგრამ შფოთვა სწორედ ის მდგომარეობა, რომელიც საერთოდ ვერ იტანს კონტროლს. რაც უფრო მეტად ვებრძვით შფოთვას, რაც უფრო მეტად ვუწევთ წინააღმდეგობას, რაც უფრო მეტად ვცდილობთ მის კონტროლს, მით უფრო ძლიერდება. გამოსავალი იმაშია, რომ ვაღიაროთ შფოთვა ეს ადამიანის არსებობის არასასიამოვნო, მაგრამ ბუნებრივი ნაწილია. დიახ, შფოთვა დისკომფორტულია, მაგრამ მე უარს ვამბობ მასთან ბრძოლაზე. უარს ვამბობ წინააღმდეგობაზე, რადგან ჩემი ბრძოლა და წინააღმდეგობა მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. რომ იცოდეთ ჩემო ძვირფასებო, ჩვენ შფოთვას როგორ ვამძაფრებ ჩვენი არასწორი მიდგომით, ასე არ მოიქცეოდით. დანარჩენ ინფორმაციას კი გაეცნობით ჩემი შფოთვის ფსიქოთერაპიული კურსზე, რომელსაც ჰქვია მინდა სიმშვიდე, რომელიც არის აბსოლუტურად ყველასთვის ხელმისაწვდომი. ლინკი კიდევ კომენტარებში ან დატოვეთ სიტყვა მინდა სიმშვიდე კომენტარებში და მე თქვენ გამოგიგზავნეთ ლინკს. ზუსტად იცოდეთ, ეს ის კურსია, რომელიც თქვენ მოგცემ საშუალებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეთ შფოთვისგან. ასევე გავუგზავნეთ ეს ვიდეო იმ ადამიანებს, ვისაც თვლით, რომ დახმარება სჭირდება. გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას.